Elbrus Adigezalovi ერთადერთი აზერბაიჯანული ფინალში და მისი მეტოქე ასევე ერთი კვიპროსელი გვეყოლება ფინალში მარკოს კაზანციანი ორივე გუშინ შვენიერი შთაბეჭდილება დატოვა მარკოს კაზანციანი კვიპროსი Elbrus Adigezalოვმა დაამარცხა გუშინ ნახევარფინალში საბა ერემეიშვილი და კაზანციანმა მოუგო თურქ სელაჰატინ ჯინიბულაკს იქამდე მეოთხედფინალში Adigezalოვმა დაამარცხა ნიკა პატარიძე, ხოლო კაზანციანმა თურქმენი ისმაილ გურბანბერდიევი. პირველი რაუნდი, round 1. გუშინი ნახევარფინალებიდან გამომდინარე ორივე ისეთ შორიდან მებრძოლი უნდა იყოს დისტანციიდან, ამიტომ ნაკლებად არის მოსალოდნელი ახლობლობაში შესვლა, აი ესეთ სიტუაციები შორი და საშუალო დისტანციიდან ეცდება ალბათ ორივე ქულების დაგროვებას. Adigezalov შენი რეაქცია, კანის დასტური არის ჩამოშვებული ხელები. ძალიან სწრაფად მოძრაობს იგზე, ხა თავად გადავიდა შეტევაში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ შედეგიანად. მეტოქის დარტყმას ელოდება აზერბაიჯანელი მეტოქის შემოტევას. თავად გადავიდა, ხა აღარ დაელოდა და მოაწყა ისე ჩორეული მარჯვენა სახეში და აგერ კაზანციანის პასუხი. დაბრუნება რა თქმა უნდა Adigezalovi მოულოდნელი იყო, მაგრამ მართალი მოგითხრათ I'm knockdown-ის შემდეგ ისეთ ხილული დარტყმები აღარ ყოფილა, ორივე ისეთ თხილად მოეკიდა როგორც ჩანს ერთმანეთს, იმიტომ რომ იქამდე კაზანციანმაც გაუჩა საკმაოდ ძლიერი დარტყმა. შემდეგ კვიპროსელის შეტევა იყო, რაუნდის ბოლო წამებია.
თანაბარი რაუნდი იყო შეიძლება ითქვას, მაგრამ აი ეს ერთი დარტყმა შესაბამისად იმ ერთმა ნოკდაუნმა გადაწონა, რა თქმა უნდა 10-9 ანახა ხუთივე მსაჯმა მარკოს კაზანციანის სასარგებლოდ. ერთ მსაჯთან იყო 10-8 კვიპროსელის სასარგებლოდ. საკმაოდ გამეორებას ნახდი, რომ საკმაოდ შორიდან მოქნეული ხელი მოხდა მადრიგეზალოს, თითქოს არ უნდა ყოფილიყო ძლიერი დარტყმა, მაგრამ საკმარისებურად ჩასმაურებელი იყო ეს მისთვის მეორე რაუნდი. უნდა მომატოს მადრიგეზალოვმა ისეთი თავისი სტილით, კონჩეტების მოლოდინით არ გამოუვა მას უკვე ჩანსმა. მეორე რაუნდის მოგება უნდა თავად გადავიდეს შეტევაში. მოაწყა მარჯვენა აქ შევიდა ახლო ბრძოლაში კაზანციანი გაუყავა ხელები და შემდეგ კარგი ხანი მიდიოდა ეს ძიძგილაობა შემტევი თუმიაქის ჩამოშვებული ხელები აღარ აქვს უკვე ადრიგეზალოს, მაგრამ თლათმაინდამის თამამად შეტევაში საფრთხეს ვერ ბედავს, იმიტომ საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო და ამის გამო წააგო, მაგრამ პირველი რაუნდი მეტი იქ რამე განსაკუთრებული უპირატესობა იმ ერთი დარტყმის გარდა კაზანციანს არ ქონია. მარჯვენა პირდაპირი, მარჯვენა ხელით უკანა ხელით დაიწყო ადრიგეზალოვმა და მოარტყა საკმაოდ ძლიერად სახეში. პირველში მას უნდა ქონდეს აქვს უპირატესობა ჩემი აზრით. კიდევ ერთი შეტევა მარცხენა და შემდეგ მარჯვენა მოარტყა ისევ აზერბაიჯანელმა. აგერ კონჩეტევა უკან დახევისას მარჯვენა ხუკი შედეგიანი კაზანციანის. კიდევ ერთი შორეული მარცხენა საკმაოდ მძლავრი კვიპროსელის მხრიდან. ამით მან შეიძლება ითქვას გაათანაბრა მეორე რაუნდი. აქამდე ელოდებოდა ეს კაზანციანი მეტოქეს და მე არ ვიცი შეიძლება მიხვდებოდა მეორე რაუნდს და იმ ბოლო წამებში ორი შეტევა, ორი კარგი შეტევა შედეგიანი წამოიწყო. და რაუნდის ბოლომაც კვიპროსელს მოუსწრო შეტევაში ნახოთ შეფასება. აზერბაიჯანელმა მოიგო მეორე რაუნდი
4 ფსაჩთან. შესაბამისად სურათი ესეთია, 1 ფსაჩთან კვიპროსელი იგებს 28, ანუ შეიძლება ითქვას მოგებული აქვს. 1 ფსაჩთან იგებს 19-18, ანუ იმ ფსაჩთან, რომელსაც პირველ რაუნდში 10 თვა დაწევა და 3 ფსაჩთან არის ფრე. უკეთეს სიტუაციაშია, რა თქმა უნდა, კაზანციანი, მაგრამ მოგების შანსები აქვს, რეალური შანსები აქვს. ელბოს ადიგეზალოვსაც. ავტყალსეთი მძლავრი მარცხენა კაზანციანის უპირატესობით დაიწყო ეს რაუნდი. შეტევა შეჩვეული მარჯვენა და კიდევ ერთი საკმაოდ მძლავრი მარცხენა ხუკი გაუშვა ეხლა მარკოს კაზანციანმა. ანუ ბოლო შეტევაში ორი შედეგიანი დარტყმა ჰქონდა ადიგეზალოს. იმოვი დარტყმით იგებს ხა აი მომენტისთვის ადიგეზალოვი მესამე რაუნდს. შეუტია კაზანციანმაც, მაგრამ ხელთაც მაინც მოიგებია, ხმაც გაიგეთ ალბათ. ადიგეზალოვმა ამ შედეგიანი დარტყმა არ ქონია კვიპროსელს, რაღაც წუთნახევარი, 1 წუთი დაგვრჩათ. შეხვედის ბოლომდე და ჯერ გარკვეული არაფერი არ არის. და ეს ორი ხელი წინ აქვს გაშვებული, როგორც ხედავთ, ადიგეზალოვს და ამით უჭირს კაზანციანს შეტევაში გადასვლა. აი ეს ზგომი რაც ჰქონდა პირველ რაუნდში ადიგეზალოვს, ესე ჩამოშვებული ხელებით, აღარ აქვს იმ ერთი ნოკდაუნის შემდეგ, ისეთ საბრძოლო დგომშია ორი რაუნდი. და ამის შემდეგ მოიგო მან მეორე რაუნდი და არ ვიცი, მე მგონი იგებს მესამესაც, იმიტომ რომ ერთხელ ამოვარტყა, ეხლა აი დაინახეთ ალბათ მარჯვენა აპერკოტი აზერბაიჯანელის მხრიდან. მესამე რაუნდს მე მგონი იგებს ადიგეზალოვი. როგორც მას ჭირდება 1 ფსაჩთან მოგებული აქვს კაზანციანს 28-ია და 3 ფსაჩთან არის ფრე. ერთხელ ერთგულიანი უპირატესობა აქვს კვიპროსელს. გზნობს ალბათ ეს და ცადა ბოლო შეტევა. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ქონდა უპირატესობა ყოველ შემთხვევაში ჩვენ რა დავინახეთ ეს 3 გამოკვეთილი ზუსტი დარტყმა ადიგეზალოვისა, აგერ ამის დასტურად წამოდენილი სისხლი. წარბიც გაუსქდა მარკოს კაზანციანს და დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ აზერბაიჯანელმა მესამე რაუნდში უკეთესი დაბეჭდილება დათო. შემდეგი ძალიან საინტერესო ფინალი გვედის არტურ შახბაზიანი და დემირ ქაჯაია. ორიდან პირველი ქართულ სომხური დაპირისპირება. ესეთი გვექნება ასევე 65 კილოში. აი, ხმები. მუჯი კუთხე მარკოს კაზანციანი. ნახავთ ახლა საბოლოო შედეგი ხილული იქნება ჩვენთვის. გაიყო ხმები, აი ეს პირველი